Სამობით მეგობრებო, თქვენთან არსება და ახლა გავაცხადე რომ სამი და დღეს მეგობრებო, ჩვენ ისევ მივდივართ ჩვენს საყვარელ სამუშაოზე. ავიღოთ მეგობრებო ჩვენ თოხი, ავიღოთ ასევე სტაფილო, ავიღოთ ფშენიცა და წავიდეთ მეგობრებო ჩვენ საყვარელ სამუშაოზე. და მეგობრებო, так, ტელეფონი არ უნდა დამოვიწყდეს, ტელეფონი აქ მაქვს. ოკეი, მეგობრებო, მოდით ახლა წავიდეთ. დღეს მე მაქვს გასაკეთებელი მხოლოდ აი ეს ფერმა და დიდი ფერმის მხოლოდ ერთი ნაწილი. მეგობრებო, და რა მოვიდა მე ის სახს? და სად არის ფანჯრები? მეგობრებო, ვერ ვიგებ და აქ იყო ადრე ფანჯარა. ყველა მხრიდან იყო ფანჯრები და რკინის კარებს აქ არ უნდა. მერო, მოითავა დავაკონოთ. მერო. მეგობრებო, რაღაც ცნობრობა რაღაცის გამო ჩაკეტილია მერის სახლი. ეს მეგობრებო უნდა დავურეკო მერს ერთად სადაც სახლშია თუ არა. Так, так, და ასე. ვურეკო და მერო, გამარჯობა, მოგეთ შენი სახლი რაღაცის გამო ისა, ანუ არც ფანჯრები არ აქვს და რკინის კარები არის და არის რკინის კარით არის დაკეტილი და რატომ არის შენ ხომ არ იცი? საბა, გთხოვ ჯერჯერობით არ შემოხვიდე. ეს არის დიდი სიურპრიზი. მერე გაიგებ, საღამოსაკენ გაიგებ. მერო და გამითიშა ტელეფონი. მეგობრებო, რაღაც ძალიან დამაინტერესა რა სიურპრიზია, გამო ის სახლშია? მერი ერთს მეგობრებო, ვერაფერს ვერ ხედავ ამ ფანჯრებშიც კი. ჯანდაბა მეგობრებო, აი მე კი მიყვარს სიურპრიზები, მაგრამ როდესაც მალოდინებენ ეს ძალიან არ მიყვარს. ერთს აბა ჩემს მეზობელთან ხომ არ შევიდე მეც მეზობელის სახლში. კი, მეზობელის სახლში ეს ძალიან კაია. Так, შიტელნიკიც აქა. შიტელნიკო. ხომ არ იცი ისე მე რაღაცის გამო ფანჯარა ჩაკეტე და შენ ხომ არ გითხრა ისე რაღაც სიურპრიზის შესახებ და ხომ არ იცი ამ სიურპრიზის შესახებ? საბა, მე კი ვიცი, მაგრამ შენ გაიგებ ცოტა ხანში, შენ გაიგებ საღამოსაკენ, აუცილებლად ძალიან კაი სიურპრიზია. შიტელნიკო და შესაძლებელია რომ მე ხლა მითხრა რომ ვიცოდე? არა საბა, როგორც კი არ უნდა მეხოცო, მაინც არ გამომივა. შიტელნიკო, კაი, მეგობრებო, ნეტავი რა სიურპრიზია ასეთი, რომ შიტელნიკებმა იციან და მე დაცთავარია არ ვიცი. მეგობრებო, შესაძლებელია რამე დღესასწაული ხომ არ არის? და რაღაც მეგობრებო, არ მახსოვს რამე დღესასწაული იყო. მეგობრებო, ნეტავი რა სიურპრიზია ასეთი? ძალიან მაინტერესებს. ძალიან არ მიყვარს როდესაც მალოდინებენ სიურპრიზზე და ერთი იდეა კი მაქვს რასაკრულველია, მაგრამ მასე ჩავშლის სიურპრიზ, მაგრამ მეგობრებო, ძალიან მაინც მინდა გავიგო რა სიურპრიზია. ის ფერმას მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ არა უშავს მეგობრებო. მე მაინც მივალ და სათხარ მე მქონდა მეგობრებო ხე რომელიღაც ჩესტში აქ მეგონი ხომ კი ასე ავიღოთ და აქ ვერსტაკი ავიღოთ და ჯოხები დავკრავდოთ და კიბეები დავკრავდოთ. აი ასე მეგობრებო, 3 კიბე გამოგვივიდა და მეც მეგობრებო ჩუმად ასე გავტევ. პრინციპში ერთად ნაჯახს ავიღებ. რომ გავტეხო ასე ვთქვათ, ეს სახურავი. ოკეი, так, შიტენიკო შენ არაფერი არ დაინახე. Так, კაი მეგობრებო, так, ჩუმად. ოპანა, ოპ და ოპ. Так, ოპანა. და კაია. რა ჯანდაბა მეგობრებო? მერმა დაჟე ოფსიდიანით ჩაკეტა თავისი სახლი. ჯანდაბა მეგობრებო, თუ მე ხა გავტეხე, მაგრამ მაშინ საერთოდ უპატივცემულობა ნამდვილი იქნება, ვინაიდან ოფსიდიანის გატეხვა სჭირდება როგორც მინიმუმ 50 წამი ალმასის კირკით. ჯარდნდაბა მეგობრებო, კაი. მერმა აქ უკვე მომიგო, მეგობრებო,
ძალიან მაინტერესებს რა სიურპრიზია. რა უნდა გააკეთოს მერი. რა სიურპრიზია ასეთი რა. კაი მეგობრებო, ყველა დავკრავთ მხოლოდ ეს. მაგრამ მოით მეგობრებო, მაშინ გავაგრძელოთ ჩვენი სამუშაო. მაგრამ მაინც მეგობრებო, ვერ ვიგებ რა სიურპრიზი უნდა გააკეთოს მერმა. არ ვიცი მეგობრებო, კედლების გატეხვა აღარ მინდა მეგობრებო. კაი მეგობრებო, დაველოდები უკვე მეგობრებო, საღამო ძალიან მალე იქნება, მაგრამ ჩემთვის მეგობრებო ძალიან დიდი დრო გავა. რა ვქნა მეგობრებო, ძალიან მინდა გავიგო რა სიურპრიზს აკეთებს ასეთი მერი, რომ უმრავლესობაში წერნიკებმა იციან და მე კიდე არა. მეგობრებო, არ ვიცი და არ ვიცი. Так, და აი ეს ბოლო, აი ეს ფერმა ჯერჯერობით არ არის მაგრად გაზრდილია, აი ეს ფერმა, მაგიტომ მაინც მეგობრებო, ჯერ ეს ფერმა გავაკეთოთ და ამ ფერმასა და ამ ფერმას მივხედა უკვე ხვალ. მეგობრებო, ნოდისა უკვე საღამო და მეგობრებო, მალე უკვე მზე ჩადის. ძალიან კაია. მეგობრებო, დავისვე, არა უშავს. Так, მეგობრებო, მალე უკვე საღამოა გამოიზო, მალე გავიგებ რა სიურპრიზის შესახებ ამბობდა მერი და მალე გავიგებ ამას. Так, მეგობრებო, მოდით ახლა ჩავაწყოთ ყველაფერი, რაც არის ჩემთვის ახლა არ არის, ასე ვთქვათ, საჭირო. Так, ასე, так, თოხით ჩავდოთ და მეგობრებო, დაველოდოთ ერთი საღამოს. ძალიან მეგობრებო, ველოდები. ნეტავი რა სიურპრიზს მიკეთებენ. კაი მეგობრებო, მე ცოტა ხანი ახლა ჩემს საქმეს გავაკეთებ და მე აუცილებლად ჩავთავ კამერას. მოგეთ მეგობრებო, მე ახლა გავაკეთე ყველა ჩემი საქმე, თან წვიმას კი წამოვიდა, მაგრამ მეგობრებო, უკვე საღამოა, როგორც თქვენ უკვე ხედავთ მგონი და რაღაც არ ვიცი, რაღაც არაფერი არ ხდება და ერთს მეგობრებო, ტელეფონი მიირგავს. მერიას მე რო გამარჯობა, რა მოხდა? საბო, შეგიძლია თუ შეიძლება ჩემს სახლში მოხვიდე, აი ეს სიურპრიზი უკვე გავაკეთე. მართლა? ეგრევე მოდივარ. Так, მეგობრებო, ნეტავი რა სიურპრიზია. შესაძლებელია რამე დამოვიზდა. არ ვიცი მეგობრებო, რა უნდა დამოვიზდებოდა, მაგრამ კაი მეგობრებო, მოდით აბა წავიდეთ და так, მეგობრებო, შევსწავლოთ და რა ხდება აქა? მერო და რა ხდება აქა? რა იყო საბა? დაგავიწყდა დღეს არის სოფლის დაბადების დღე? მართლა? მერო დღესა სოფლის დაბადების დღეა? მოიცეს და რამდენი ხდება სოფელი? როგორ დაგავიწყდა? სოფელი ხდება ზუსტად 5 წლის. ზუსტად 5 წელია რაც ეს სოფელი დაარსდა და ზუსტად 5 წელია რაც მე აქ ცხოვრობ. ვაუ, მე მართლა არ ვიცოდი. რამდენი ტორტებია? რამდენი ხორცია, ვაუ. მერო, და ეს არის სიურპრიზი? საბაბარა, რა გეკონა? მე არასოდეს არ ავიწყდება რომ სოფლის დაბადების დღეები. ვაუ, მერო, მადლობა დიდი რომ ასეთი სიურპრიზი გაგვიკეთე შეწელნიკებს. ამას აბარა იყო. ჩვენ შეწელნიკებმაც კი ვიცოდით რომ იყო სოფლის დაბადების დღე და შენ დაგავიწყდა. ასეთი რამე ხდება. მოკლედ მეგობრებო, როგორი მაგარი სიურპრიზი გაგვიკეთა მერმა. ძალიან მაგარი სიურპრიზი. მერო, დიდი მადლობა ამისათვის. მე კი ახლა მეგობრებო დაგემშვიდობებით, მოდით ახლა გავიდეთ ამ სახლიდან. მოგეთ მეგობრებო, მე ძალიან დიდი ხანია რაც კი ველოდებოდი ამას, რომ გამეკო, რას აკეთებდა ასეც მერს და მერი და აღმოჩნდა ისე რომ აკეთებდა ასეთ მაგარ სიურპრიზს. მე მეგობრებო მართლა არც კი ვიცოდი რომ ზუსტად დღეს გახდა სოფელი 5 წლის. მე ახლა მეგობრებო კი დაგემშვიდობებით, მე ახლა წავალ შეწელნიკებთან ერთად, ასე ვთქვათ, აღნიშნავ ამ დაბადების დღეს. თქვენთან კი ახლა მეგობრებო გემშვიდობებით, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქეთ. ნახვამდის.